სახელითა მამისათა, დadzისათა და სულისა წმინდისათა. მეგობრებო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ყოველდღე ვაქვეყნებ ვიდეოებს ძველი და ახალი აღთქმიდან წმინდა მამების გამარტებით, ქართველი წმინდანების შესახებ და ასევე წინასწარმეტყველებზე. არხზე შეგიძლიათ მოისმინოთ ფსალმუნები, წმინდა მამების გამარტებით, არის საინტერესო თემები და საკითხები, რომელიც ჩვენი ყოველდღიურ ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანია და ყველას გვაინტერესებს და გვაწუხებს. დარჩით არხზე და მიიღეთ ყოველდღე სულიერი საზრდო. მეგობრებო, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას, სწავლას წმინდა ბასილი დიდის გამარტებით და არა მარტო ეს არის ფსალმუნი 66. დასასრულსა გალობათათვის ფსალმუნი ქებისა დავითისი. და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. ღმერთო, მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და მიწყალენ ჩვენ. წმინდა ბასილი დიდი, მეგობრებო, ასე გამარტავს, რომ დავითი ითხოვს ღვთის წყალობას. დავით მეფე, ხო, დავით მეფე ფსალმონი ითხოვს ღვთის წყალობას და კურთხებას, რათა მისი პირის, ანუ ნათელი სახის შუქმა განათოს ჩვენ. ბასილი ამბობს, რომ ღმერთის წყალობა ჩვენს ცხოვრებას სიხარულით ავსებს. შემდეგი მეორე მუხლი. ცნობად ქვეყანასა ზედა გზაი შენი და ყოველსა თესლებსა შორის მაცხოვარებაი შენი. ეხლა წმინდა იოანე ოქროპირის გამარტება ვნახოთ. ესე იგი, ღმერთის გზები და მისი ხსნა ყველა ერისთვისაა. წმინდა იოანე ოქროპირი გვარწმუნებს, რომ ღმერთის სიყვარული მთელ სამყაროს მოიცავს, რათა ყველამ იცოდეს მისი ჭეშმარიტება. ყველამ იცოდეს მისი ჭეშმარიტება. შემდეგი მუხლი მესამე. აღიარებდნენ შენ ერნი ღმერთო, აღიარებდნენ შენ ერნი ყოველნი. თეოფილაქტე ბულგარელის გამარტება ასეთია, რომ ყველა ხალხი ადიდებს ღმერთს მისი წყალობისთვის და ამბობს, რომ ეს ფსალმუნი გვიჩვენებს თუ როგორ აერთიანებს ღმერთის ქება ყველა ერს. მუხლი მეოთხე. მხიარულიყვნენ და იხარებდნენ თესლნი, რამე თუ შენ განსაჯნე ერნი სიწყრბოები და თესლებსა ქვეყანასაზე და უძღოდი. ბასილი დიდი გამარტავს, მეგობრებო, რომ ღმერთი სამართლიანად განსჯის და ხელმძღვანელობს ერებს, რაც მათ სიხარულს ანიჭებს და ასევე წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის, რომ ღმერთის სამართალი და ესე ვთქვათ ხელმძღვანელობა სიხარულის წყაროა. შემდეგი მუხლი მეხუთე. აღიარებდნენ შენ ერნი ღმერთო, აღიარებდნენ შენ ერნი ყოველნი. იოანე ოქროპირი ამბობს, ესე კვლავ ხაზგასმულია, ხო, რომ ყველა ერი ადიდებს ღმერთს და ესე იგი ეს გვახსენებს, რომ ღმერთის სიყვარული და ქება ყველა ერს აერთიანებს. შემდეგი მეექვსე მუხლი. ქვეყანა მან გამოსცა ნაყოფი თვისი. მაკურთხენ ჩვენ, ღმერთო, ღმერთმან ჩვენმან. ეს თეოფილაქტე ბულგარულის გამარტება არის, ეხლა ესე იგი ღვთის კურთხევით, მეგობრებო, მიწა ნაყოფს იძლევა. თეოფილაქტე გვარწმუნებს, რომ ეს ნაყოფი სულიერი სიკეთის სიმბოლოა, რომელსაც ღმერთი გვაძლევს. და ბოლო მუხლი, ეს არის მოკლე, ესე იგი ფსალმუნი, შეგახსენებთ, რომ ეს არის 66 ფსალმუნი და ჩვენ ვამთავრებთ, ესე იგი ბოლო მუხლი, მეშვიდე მუხლი. მაკურთხენით ჩვენ ღმერთმან და ეშინოდენ მისგან ყოველთა კიდეთა, ქვეყანისათა,
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ბასილი დიდის გამარტება ასეთია, რომ ღვთის კურთხევა მთელ მსოფლიოს აუცებს და ესე ვთქვათ, მოწიწებით შიშისღებს, ხო, იწვევს. და ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთის სიდიადე ეს ყველას აერთიანებს მისი ქებისა და მოწიწებისთვის. მეგობრებო, აუცილებლად წაიკითხეთ, არ დაიზაროთ, ხოლმე წაიკითხეთ ფსალმუნები, გნებავთ დილის ლოცვის შემდეგ, ასევე ან შეიძლება შუა დღეს, ან გნებავთ სახლში, გნებავთ სამსახურში, თქვათ, გამარტოვდეთ და ესე ვთქვათ, ერთი დიდება წაიკითხოთ და ეს უდიდესი მადლია და ესე ვთქვათ, მთელი დღე გაყვებათ მადლი. გაიხარეთ, დიდი მადლობა და შემდეგ ღვთის შეწევნით წავიკითხავთ შემდეგ მუხს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა.